ისტორიის მანძილზე ხალხის. ამ ტელევიზიას და შენობას ხშირად იღებდა ხოლმე შტურმით ხალხი. და ის ხალხი იყო ესე იგი პირველ რიგში მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს. უბრალოდ განმარტებები რო ვთქვათ მანამდე, რა პროცესი გვაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად დაუგეგმავი გვაქვს, ასე ვთქვათ, ეთერი, საგანგებო რეჟიმში მუშაობთ. ესე იგი დღეს 5 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოვიდნენ ადამიანები, მათ შორის სტუდიაში ყავს ახლა ნაწილი ადამიანების, რომლებიც ითხოვდნენ პირდაპირ ეთერს და არა დავუშვათ პირდაპირ ეთერი, რომელიც ჩვენ ისედაც გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ტიპის აქციიდან, ამ შემთხვევაში პირველი არხის შენობიდან, არამედ თვითონ სტუდიიდან, ეთერიდან გაჟღერება იმ ინფორმაციის, რომელიც უნდათ განსაკუთრებულად ყველაზე მეტი შეკითხვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თავად გენერალური დირექტორი მე თვითონ გავცე პასუხი ყველაფერს, ალბათ ყველაზე ლოგიკურია, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ვაგებ პასუხს თითოეულ თანამშრომელზე, თითოეულ ადამიანზე, ჟურნალისტზე, ოპერატორზე, არ ვიცი, ვინც არიან, ვინც არის დასაქმებული საზოგადოებრივ მაუწყებელში. მივდივართ ასეთი ფორმატით, მაყურებელს რომ უთხრათ, ესე იგი სტუდიაში გვეყოლება 4 ადამიანი, ვიდრე ჩვენი სტუდია ამ შემთხვევაში გათვლილია ამდენი რაოდენობის ადამიანზე, მივდივართ ესეთი 30 წუთიანი ბიჯებით, 30 წუთი გექნებათ თქვენ, რომ გამოვიყენოთ ეს ეთერი, ხოლო შემდეგ უკვე დაუთმობთ შემდეგ სტუმრებს. ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ, ჩვენ აქ ვართ, მზად ვართ, დღეს ისედაც მაყურებელმაც პირდაპირ ეთერში მოისმინა ბევრი რამ, რაც არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ალბათ თქვენ გაქვთ სათქმელი და გისმენთ, მზად ვართ უპასუხოთ ყველა თქვენ შეკითხვებს და რაც თავარია მაყურებელს უთხრათ, რისთვის ვარ დღეს აქ. კი ბატონო, დავიწყებ თუ შეიძლება, ვინაიდან დიდი ხანი ახლა უკვე აქ ვარ. ვეცდები ძალიან მოკლედ, რატომ მოვედით აქ, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი პრობლემა იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არის მის განსხვავებული ხმები, არის მის განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ ახლა მეტყვით, რომ აქციები ჩართული გაქვთ პირდაპირ ეთერში. კი ბატონო, აგერ მაყურებლის თანდასწრებით დაგიდასტურებთ, რომ აქციები პირდაპირ ეთერში არის ჩართული. მე მუდმივად თქვენს არხს ვადევნებ თვალს, რისთვისაც ალბათ მადლობა მეკუთვნეს, იმიტომ რომ ბევრი არ უყურებს ამ არხს. და ток-შოუები, პოლიტიკური ток-შოუები, სადაც მაგალითად აი ახლა ფოიეში ვესაუბრებოდი მაკა ცინცაძეს, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ток-შოუს წამყვანს, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემ ჩემს გადაცემაში ყოველთვის ისმის განსხვავებული ხმები. მე მის გადაცემასაც ბოლო 1-2 თვის განმავლობაში სულ ვუყურებ და ვთხოვე, მეც ვუყურებ და ვიცი მეთქი, დავუსახელე ის სტუმრები, რომელიც მას ყოლია. ეხა გთხოვ მეთქი, შენ დამისახელე მე ერთი ადამიანი, რომელიც განსხვავებული პოზიციის იქნებოდა, არა პოლიტიკოსი, რომლის აი ეს ხან სინქრონად და ხან სტუდიაში მოყვანის ისეთი ვალდებულება გაქვთ, რომელზეც უარს ვერ ამბობთ, მაგრამ მე ვამბობ საზოგადოების წევრი. აი ესეთი ადამიანები, რომელნიც აქამდე ნინო ზაუტაშვილის გადაცემაში იყვნენ ხოლმე და ის რაღაცნაირად სინდისი იყო ამ არხის, რომელიც ეს ბოლო პერიოდია სხვადასხვა მიზეზების გამო ხო რადიოში არის. კი ბატონო, ჯერჯერობით რჩება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სურვილი იყოს, რომ არ დარჩეს. მაგრამ რჩება. კარგით. აი ესეთი ადამიანი, აი ნატა ძველიშვილი მაგალითად, რატომ არ ყოფილა არასოდეს ნებისმიერი საიას თავმჯდომარე იურისტები არა აქვს ამას მნიშვნელობა. ესეთი ადამიანები მაგაცინცაძის გადაცემაში არ ყოფილან, მე მას ვეკითხებოდი და მან ვერ დამისახელა ვერც ერთი გვარი. ეს ერთი თქვენს მაყურებლებო ძალიან გთხოვთ და მინდა რომ გადაამოწმოთ ვებგვერდზე დევს ყველა გადაცემის ჩანაწერი და გადაამოწმოთ აი ამ პოლიტიკურ გადაცემებში თუ არის აი როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი არის ქალბატონი ხათუნა ხოფერია, მაგალითად ძალიან დიდი ინტელექტისა და ჭკუის პატრონი, აი საპირისპირო მხარის წარმომადგენელი ესეთი, რომელიც ხათუნა ხოფერიას მაგალითად ოპონირებას გაუწევს, ეგეთი თუ ყოფილა არ არის. ადამიანები შეიძლება რომ იყოს ადამიანებს ნუ მივაყენებ შეურაცხყოფას. არა, ეს თქვენ ხო არ აყენებთ. მე ვაყენებ მას შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ეს არის ბნელი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს ამ რეჟიმს იმისათვის, რომ ეს ქვეყანა წავიდეს რუსეთში. ახლა თვითონ პირველ არხთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვით მოგახსენოთ. გურამ როგავა, რომელიც სასტიკად სცემეს, მისი ცემის კადრები გავიდა ყველა არხზე, ყველა ოპოზიციურ არხზე, ყველა ინტერნეტ პლატფორმაზე, პირველი არხის ეთერში 15 საათიანი ახლა ანა ბროლაძემ მითხრა, რომ პირადად მე გავუშვიო, როგორც ჩანს, მას ეკა შონიასთან დაჭირდა ბრძოლა იმისათვის, რომ ეს კადრები 3 საათზე, რომელიც დილის 7 საათზე სცემეს,
საშინლად და ეს კადრები უკვე დილიდან ყველა არხზე ტრიალებდა, თქვენ არხზე მოხდა მხოლოდ 3 საათზე. ასევე რა რიცხვი იყო ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ჭავჭავაძის პროსპექტზე უნივერსიტეტთან, როდესაც დაარბიეს მიტინგი და დააპატიმრეს საშინლად სცემეს და დააპატიმრეს სერგი ტელეკომპანია მთავარის ბარამიძე, ოპერატორი სერგი ბარამიძე დააპატიმრეს, თან გაუსწორდნენ ფიზიკურად. ამის შემდეგ ეს მოხდა სადღაც 9:15 წუთზე, 9:09-ზე. მე უყურე ჩართვას ბიჭის თქვენი კორესპონდენტის გვარს ამ წუთას ვერ ვიხსენ, სუმბაძე არის გვარად. მის ჩართვას ვუყურე მოამბეში 9 საათზე, 10:09-ზე, შემდეგ ორ ჩართვაში საერთოდ არ უხსენებია ეს აბა, საერთოდ. არათუ კადრები არაჩვენა. არც კი ახსენა, რომ ის არის დაპატიმრებული. ის ამბობდა, ესეც შეგიძლია მაყურებელს ვთხოვ, ნუ დამიჯერებს მე სიტყვაზე. ყველაფრის გადამოწმება შეიძლება. ჩვენ გვაქვს ყველაფრის ჩამონათვალი, სად, როგორ და როდის რა შუქდება. 28 ნოემბრის მასალა, რომ გადაამოწმოთ ვებზე პირველი არხის, რა იყო ის ნიუსები, რომელიც აიქ ადამიანებს რომ სასტიკად არ ბევდნენ. აქ რა ქვეყნდებოდა ღამის 10 საათიდან დილის 8 საათამდე, იქ არის ირაკლი კობახიძის, ვოლსკი, სოზარ სუბარის ციტატებით სავსე იქაურობა. სამარცხვინო არის ის, რაც ხდება ამ არხზე. ეხლა კიდევ ერთი უნდა ვთქვა. კიდე დრო გვაქვს და არა, დრო გვაქვს და მე მგონი მაგისტრას ვარ პირველ რიგში და ვინაიდან ახლა ეთერი ფაქტია. შევთანხმდეთ იმაზე, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება კონდეს ყველას, მათ შორის შენს მიმართ განსხვავებული აზრი ხო ეს ამიტომ ჩვენ ამისთვის არის საზოგადოებრივი მაუწყება და შეიძლება ვერ შევთანხმდეთ. ერთი რაც აუცილებლად უნდა ვთქვა და ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება, ამისთვის არის ეს ეთერში ვნახო და მოამბის ჯგუფს მე ვთხოვ, რომ პარალელურად ან შემდეგ უკვე მაყურებელს აჩვენოს ყველა კადრი, რომელიც ყველა აქციიდან მათ შორის დროც უნდა მიუთითოს, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ პირდაპირ ეთერში, ან ლაივ რეჟიმში, ჩვენი ჯგუფები, ყველა კამერა, 2-3 კამერა ყველაფერს ვერ გადაიღებს, თუმცა მე მოპოვებული მასალით აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს ეთერში. არა მარტო დარბევის კადრები, უბრალოდ კადრები დაიჭირეთ და აჩვენოთ, რომელ საათზე გავიდა გურამ რაზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად მე ვთხოვ ჩვენ საპროდიუსერო ჯგუფს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი აჩვენოს. მათ შორის მით უმეტეს გურამ როგავაზე, რომელიც პირველი არხის ჟურნალისტია, მე აქედანაც მას თანაუგრძნობდა, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია ამ ცემის ფაქტი, არა მარტო გურამ როგავასი, არამედ მათ შორის ჩვენი თანამშრომლის დათო ბეჟანიშვილის, რომელიც არის ძალიან ნაცემი იყო და თითოეული მათგანის ვინმე რო არ გამოჩვენს, არა მარტო კადრები გქონდა მხოლოდ გადაღებული, არამედ თავარ გამოშვებაში 9 საათიან მოამბეში რეპორტაჟები, დიდი მსხვილი რეპორტაჟი რაც არის, არა მარტო ლაივ სინქრონიან გადაფარვით, იყო ეთერში. ეს არის ფაქტი. მე მესმის რომ შეიძლება ნინია დავასრულებ და თქვენ აი ზუსტად 2 წუთში გავჩვენეთ. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ. გადის, თქვენ აღარ გრჩება სხვა გამოსავალი. არ არის შეფასება. ნინია, ეს დავასრულებ და მე აბსოლუტურად მოგცემთ თქვენ დემაგოგიაა ეს. თქვენ საუბრობთ მე არა. დილის 8 საათის შემაჯამებლად. ერთნიშნულოვნად. თვითონ გურამ როგავამ გაარცელა მიმართვა პირველი არხის ჩემს კოლეგებსო, მიმართავო. როგორ არ შეგცხვათ ეს კადრები ალბათ ვერ არ ქონდა ნანასი ეს ყველაფერი ეთერში. 3 საათამდე ეთერში არ გასულა თიკო, რატო ატყუებს შენს მაყურებელს? მაყურებელს როგორ ვატყუებ? მე ვამბობ რაც იყო ეთერში, ჩვენ დროზე ვლაპარაკობთ თუ არჩვენებაზე. არჩვენებაზეც, რა თქმა უნდა, ერთზეც და მეორეზე. წარმოგიდგენია რომ ვინმე შეიძლება რამე ამ ქვეყანაში დამალოს, ყველაფერი ვერ დამალავს და ამაში ესაქმე სამედნიერებს და სხვა გამოსავალი არ მინდა გითხრათ რომ ამას არც ვაპირებ, უბრალოდ მაყურებელს როცა და ნატას მივცემ ამ წუთას სიტყვას დახურავს, იმიტომ რომ არაფერს არ გაუშვი. როდესაც ვლაპარაკობთ შეფასებაზე, მე კარგად მესმის, როგორც შენი შემთხვევაში, თქვენ შემთხვევაში თქვენი შეფასება იყოს ერთის მხრივ და სხვა ადამიანის, სხვა მაყურებლის, სხვა ადამიანის იყოს საათამდე რატომ არ გადის ადამიანის თქვენი ყოფილი კოლეგის და თანამშრომლის. კიდევ ერთხელ, აი ახლა კადრში არის ჩვენი თანამშრომელი, რომელიც იყო ნაცემი და
როგორც კი მოვიპოვეთ კადრები, აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველა კადრიც იმ წუთას ჩვენ ეს კადრები სხვა შორის ჩვენ არ ვქონდა. მე სხვა ტელეკომპანიებს ვთხოვებთ იმათმა. როგორც კი ვთხოვეთ და მოვიპოვეთ კადრები ჩვენ ეს ეთერში ქონდა, მე ესე მგონია. ერთი ეს აი გურამ რო გავამედის ახლა ეთერში, რომელიც ასევე იყო ჩვენს კადრებში. ერთი არის რომ მე ერთი რაც ვიცი ამ ქვეყანაში ერთი დავასრულებ და ნატამ გაძლევთ სიტყვას ამ ქვეყანაში გამორიცხულია. საერთოდ არ ჭირდება როგორც თქვენ ახსენეთ პირველი არხი, არსებობს ტელეფონი, არსებობს უამრავი სამოქალაქო ჟურნალისტიკა, თვითონ მოქალაქეები 80 არა, მოდი თუ ფაქტებით ვაპარაკობთ 80-ია. 5 წლიდან არ არის 125 არა, პირიქით 2026 წლიდან 60. არა, ამას მნიშვნელობა. ეხა ამაზე რომ ვიკამოთ, ეს არ უნდა შეგვეშალოს. რაზეც თქვა, როდესაც ციფრებზე ვლაპარაკობ და ესეც манипуляციის საგანი ადამიანებს, რომელსაც არ ეტყვი, არა, რომ 80-ია თუ 100-ია, მაინც დიდია. საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვადასხვა ევროპის კომისია მიიღო ასევე რეზოლუცია, რომ ზუსტადად საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ქონდეს ადეკვატური დაფინანსება. ვიღაცისთვის დიდი, ვიღაცისთვის პატარა. როდესაც ვაპარაკობ თანამშრომლების რაოდენობაზე, კი ბატონო, ნატას მივცეთ, რომ ნინიამ ფაქტები ჩამოთვალა და რეალურად აღარ აქვს ამ კონკრეტულ ფაქტებს მნიშვნელობა. მთავარი ჩემთვის რაც არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას არ ეიმედება. არასდროს არ თავს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როცა უნდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დაეწიოს. არა ხართ თქვენი სანდო წყარო, არ ხართ თქვენ საზოგადოების გამომხატველი, თქვენ არ გამოხატავთ საზოგადოების ინტერესებს და მე მგონი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თუკი ჩვენ დიდ სურათში შევხედავთ. თქვენ არ ხართ ოპერატიულები, თქვენ არ ხართ სიღრმისეულები და როდის უნდა გადმოვთოთ თქვენ საყურებლად, მე როგორც რიგითმა მაყურებელმა ეს არ ვიცი. იმიტომ რომ ეხლა წეგან თქვით თქვენ რომ არსებობს ტელეფონი და ძალიან სამწუხაროა თქვენ თუ ამას ასე უყურებთ რომ ჩვენ გვაქვს ბევრი სოციალური პლატფორმა და საჭიროა დღეს სწორედ ამიტომ არის ორმაგად მტკივნეული რომ არაფერი არ ემმალება ამ ქვეყანაში და ჩვენ შეგვიძლია სხვა პლატფორმების მეშვეობით მივადევნოთ თვალი ეს აღარ არის საბჭოთა კავშირი როდესაც ერთი წყარო არსებობდა ინფორმაციის და შესაბამისად ჩვენ სულ საქმის კურსში ვართ ამიტომ ვიცით ძალიან კარგად რას აშუქებთ და რას არ აშუქებთ ამიტომ არის ეს ძალიან ეს არის ძალიან თვალხილული და თქვენ ვერ მოატყუებთ ამით მაყურებელს. მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან როგორც დირექტორთან. მართალია თუ არა რომ თქვენ უარი უთხარით პრეზიდენტს ინტერვიუზე? ჩვენ? კი. თქვენ დაუთმეთ პრეზიდენტს ეთერი? როდის? კონდათ ცდილობა სურვილი იმის რომ პრეზიდენტი მოგეწვია ეთერში პრეზიდენტი, როდესაც არის ბრიფინგი, როდესაც არის ნებისმიერი მიწვევა, ყოველთვის არის ეთერში. ოპოზიციურ პარტიებს იცოდნენ თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი გურგაძესთან ინტერვიუ ნახეთ ალბათ, ხო? ის ინტერვიუ არ არის, თქვენ შეიძლება არ მოგეწონათ, ასევე თამთასანიკიძესთან იყო ინტერვიუ. თქვენ იცოდით თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის ლიდერებს კონდათ თუ არა ცდილობა რომ დებატები გაგემართეს? ეს იყო პირველი წელი, როცა დებატები არ ყოფილა. როგორ არ ყოფილა? მოდი ახლა ეს ერთი დებატები იყო, ერთი იყო მხოლოდ. ხომ მისმე ხონდა გავწე პასუხი. პირველი ეთერი კიდევ კარგი და უბრალოდ ისე მაყურე ერთი თუ საუბრობ შეფასებაზე როგორც სხვადასხვა ტიპის მაყურებლის, სხვადასხვა გემოვნების ადამიანების თვის ამ აუწყებლობის ვერასდროს ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ საზოგადოება პოლარიზებულია, ყველას აქვს თავისი გემოვნება და ყველა თავისი არა ნატა თიკო ძალიან არა ჩანს. ეხლა მაგაცინცაძეს მაგაც მეუბნებოდა. ჩემ გადაცემაში ყველანაირად მაისმის. მეუბნები ერთი სტუმრის გვარი მითხარი და ვერ მისახელებს. აი ხო ძალიან მარტივია რო თქვა. სტუმარი თანდა მოიწვიოს ნინია ალბათ ჩვენ მაინც არ მოგეწონება ყველა შემთხვევაში. აი ნატა ძველიშვილი ერთი რაც ეთქვა რომ ნატა მე მგონია რომ ამაზე მაინც ვთანხმდებით ნინია რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა თითო წამყვანის რომელიც მუშაობს უნდა იყოს დაცული ამაზე ჩემი მოსაწონზე არ არის ნატას რო უთხრა დებატები და ნატას რო უთხრა დებატები ვერაფერზე შევთანხმდით და ერთი წუთი ირაკლისაც ეკითხა ნინო ზაუდაშვილი ეხა წამყვანად რომ სამწუხაროდ ნინომ რატომ გაგაცეს ამას თიკოს დემაგოგიას უსმინოს მაყურებელმა და ის რომ ჩვენ გავჩერდები ნატა
კითხვას კი ჩვენთან ყველაფერი შუქდება აი ამაზე არავითარ შემთხვევაში მე ერთი რამ მინდა აქ ნინო ზაუტაშვილი რო იცოდეთ ძვირფასო მაყურებლებო რაზეც იყო მოლაპარაკება არა მოლაპარაკება ამაზე ერთი წუთი ჩვენ საუბრობთ იმაზე მოლაპარაკებას რო მოლაპარაკება იყო შეთანხმება არ ყოფილა სუსტად რომ დავჩეთ ერთი ფაქტი კითხვა თქვენ შეგიძლიათ როგორც დირექტორმა თქვათ რომ თქვენი ეთერი სრულად ასახავს საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს თქვენ დიახ, მაყოფილი ხართ იმით, რაც ვერაგმე არასდროს არ ვარ გაკეთე ჩემი მიღწეული საქმეებით, მაყოფილი არასდროს. ის რომ ყველაფერი ჩვენ იდეალური იყოს ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ალბათ თავს მოვატყვეთ, იმიტომ რომ იმ საზოგადოების და იმ რეალობას ავსახავთ, რაც არის. ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი იდეალურად არის. არა, თქვენ ამიტომ ჩვენ ამას მე მომეწონება თქვენთვის ამას ძალიან ტრაგიკულად. და ერთ თქვენ ეთერში რაც შეეხება უბრალოდ დებატებზე რო გავაკეთო კომენტარი, რას ვეძახით, რას ვუწოდებ დებატებს, მე არ ვიცი, დებატები, რომელიც ალბათ ნახეთ ჩვენთან ეთერში, ხო, გიორგი გუნბაძეს მიყავდა. დებატი მთელ მსოფლიოში ერთი კეთდება, სხვა ბევრი დებატი საპარლამენტო არჩევნების დროს თუ გულისხმობ, გიპასუხე, თუ ისტორიაში პირველი პროპორციული საარჩევნო ეხლავე გიპასუხებ, საპარლამენტო არჩევნების დროს ერთი დებატი კეთდება. არა, ირაკლი, იმისთვის როდის ხარდათ მე მინდა რომ უფრო მეტი თქვენი საუბრობთ, ვიდრე მე უბრალოდ საუბრობ მაგალითად, როდის ხავდათ მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ეთერში. ანუ ჩვენ ახლა საუბრობთ თითოეულ ხავდათ გამჭვირვალებას შეიძლება აზრალი ყველა ყავს ისედაც სუდათ არის ადამიანები რომლებიც ქვეყანაში ეს არ მინდა რა საქმელი ვიტყვი და მე კიდე გავაგრძელოთ ხო დებატები დავასრულოთ ახლა საპარლამენტო რა თქმა უნდა იყოს მრავალფეროვანი დიახ რამდენიმეს რო არ უყასო საიას კომუნიკაციების მენეჯერი მწერს ბოლო წლებია საიას არ იწვევენ საზოგადოებრივ მაუწყებელში არც ერთ გადაცემაში არ გაუშუქებიათ გადაცემაში საიას მნიშვნელოვანი დავა არჩევნებზე ფარგლობის დარღვევების მასობრივ დარღვევის ფაქტებს ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს არ ვიცი ობიექტურებისაც თვითონ რომ აშუქებენ ბრიფინგზე თქო ხა იტყვის რომ იყო როგორ არა გავაშუქეთ მაგრამ მე კომუნიკაციების მე არ მინდა რომ მე ამისთვის აქ არ ვარო ეხლა მე თქვენთან უბრალოდ მან გუწველად მინდა რომ თქვენ დაგითმოთ უფრო მეტი ეთერი ვიდრე საკუთარ თავს მაგრამ მე ვალდებული ვარ რომ აქ მომუშაო თითეული ადამიანი დავიცვა ეხლა რო გითხრათ რომ ბევრჯერ ქონდა ეთერში თქვა ალბათ მე თქვენ არის ადამიანი კომუნიკაციის თქვენ როგორც წერთ მე ჩვენ შეგვიძლია ის გადავამოწმოთ ამიტომ მე გთავაზობ რომ რაც ქონდა ეთერში რაც იყო გასული ჩვენ ამას მე ისევ არ არის პრობლემა ინახება ყველაფერი არქივებს რომ მე მოგაწოდოთ რომ აქვე დავასრულოთ მე მოგაწოდოთ რამდენჯერ იყო ეთერში ხო და აქვე ძალიან მინდა და ირაკლის უპასუხო საპარლამენტო არჩევნებზე იმიტომ რომ არგუმენტია დიახ როდესაც ვლაპარაკობთ დებატებზე, დებატი არის ორი მხარის, ხო? როდესაც ერთი მხარე არ თანხმდება დებატებში მონაწილეობას და შენ საზოგადოებრივ მაუწყებელს თხოვ, რომ ეს უბრალოდ ცაში გასროლი ქონდა თქვენ გაცხადება, რომ დაპატიჟეთ პარტიები. გაცხადება ქონდათ ასეთი? კი, უფრო მეტი პრეს-რელიზი ქონდა გაკეთებული აგვისტოში, როდესაც ყოველ რამოდენიმეჯერ გაკეთებული, ვთხოვდით ეთერში მოსვლას დებატების ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები, თვითონ არა, აგვისტოში. ხო, ამას აგვისტოდან დავიწყეთ, ირაკლი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრამდე ისე მივედით რომ ორი პარტიისგან საბოლოოდ მივიღეთ უარი. შეიძლება ვთქვა. მე აქ ნიშნის მოსაგებად არ მოვედი. ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის. რა ძალიან რთულ ვითარებაში ვართ ყველანი ერთად. მეც უამრავი შეცდომა დამიშვია ჩემი პროფესიული საქმიანობისას. ხშირად არ ყოფილ ვარ ისეთი, როგორ თქვა, ისეთ ბეწვის ხიდზე არ გამივლია, როგორიც საჭირო იყო, ხო იმ მომენტში. მაგრამ აი ხო მართლა სხვა ვითარება გვაქვს. ამიტომ აქ მოვედი იმისთვის, რისი მომსწრეც გავხდი იმაზე, რომ გელაპარაკო შერთიკო მაგალითად. ზვიადრატიანის თემაზე იყო გარეთ ლაპარაკი. გახსოვს ხო ეს წინა საახალწლოდ ხდებოდა, მე მაშინ გარდა იმისა, რომ მიმყავდა კვირის ინტერვიუ, ვიყავი მუამბის სარედაქციო კოლეგიის ეგრეთ წოდებული. შენი დამოუკიდებლობა დაცული იყო, გულწრფელად მითხარ. რა თქმა უნდა დაცული იყო. და რატო გონია რომ სხვისი არ არის? ერთი წუთით ახლა ეს უკვე დემაგოგიაა, სადაც მიდიხარ. არა, რატო შენი ხო იყო ზვიადრატიანზე. დიახ. ზვიადრატიანის ამბის გაშუქების დროს მე ვმუშაობდი მუამბის სარედაქციო კოლეგიაში. სუპერდესკი რომ ერქვა იქ. ალბათ შენ უკეთ იცი. კი, კარგად ვიცი. ამაზე მე ჩვენს ვეუბნებთ, კარგად იცი და. პირდაპირ. უცებთო რა. დაიდო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსი რომ ეს მოხდა. შემდეგ აქ ნიუსრუმში მიდიოდა დიდხნიანი და ახლა 2 საათიანი იწილო-ბიწილო უნდა გაშუქებულიყო თუ არა ვიდეო კადრებით ის რაც მოხდა. შევახსენებ მაყურებელს ეს იყო კადრები, როცა ზვიადრატიანი აგინებდა პატრიარქს. ზვიადრატიანის
მაშინ მცირეწლოვანი ვაჟი ალექსანდრეს პარკში იჯდა და გიტარას უკრავდა. ჩემი პრობლემა მაშინ იყო ის, რომ მე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ამ ვიდეოს შემდეგ ვინმეს ამ ბავშვისთვის ქვარვა ესროლა თავში. მე ამის სათქმელად წამოვედი შენთან და გითხარი კიდეც თუ გახსოვს ვილაპარაკეთ ამაზე, მე რამდენჯერმე განვიხილეთ ეს საკითხი, მათ შორის ვასო მაღლაფერიძესთან ერთად. ეს ერთი შემთხვევა. მეორე შემთხვევა, როცა ნამდვილად არ მაკონტროლებდნენ მანამდე კი არ არც მაკონტროლებდნენ, მაგრამ კონტროლი ობიექტურობის კონტროლი ხო თორმორ მხრივი არის, ხო ვიღაცები კონტროლირდებიან, ვიღაცები არა, ობიექტურად თქვა. ობიექტურად მიუხედავად ისე რომ მე მაშინ გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი, მე არ ვიცი რომ ვინმე მაგრამ აქვე უნდა ვთქვა რომ სტუმარი ქართული ოცნებიდან წულუკიანის ეთერის შემდეგ ჩემთან აღარ მოდიოდა. ეს ჩვენი შეიძლება წარმოუდგენელია ეს ვასიკო მაღლაფერიძის ჭარების გარეშე გაკეთებული. მაგრამ ეს ჰიპოთეზა, ეს ჰიპოთეზა რაც არის გარეჯის ამბავი ერთად ამაცადე ხო ჰიპოთეზა რაც არის გარეჯის ამბავი. გარეჯის ამბავზე ამბის მიმართ გამიჯვნა მე მომიხდა პირდაპირ ეთერში. იმიტომ რომ ჩვენი არხიდანაც მიდიოდა ინფორმაცია, რომელიც იმ ორ ხანდაზმულ ადამიანს ბულინგი შეიძლება ფიზიკური შეურაცხყოფის საფრთხის ქვეშ აყენებდა. ეს ერთი ამბავი და მეორე ამბობთ რომ ყველაფერს აშუქებთ. კი, ნამდვილად ეგრეა ამ ტექნოლოგიურ ეპოქაში საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა, ვერავინ ვერ მოახერხებს რაღაცა დამალოს. ძალიან კარგი. ძალიან მნიშვნელოვანია დრო და ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი როგორ აშუქებთ. მე რაც აქედან გამათავისუფლეს, იმის შემდეგ მუშაობ გერმანულ მედიაზე. არჩევნებიდან მოყოლებული, აქ უამრავი გერმანელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული, ახლაც დაინტერესებულები არიან. დაფიქრდით, აბა თუ თქვენ ადეკვატურად აშუქებთ იმას, რასაც აშუქებთ. რატომ არიან მუდმივად ჩემთან ხაზზე გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლების თანამშრომლები, როგორც რადიოსი, ისევე ვებგვერდის. და თქვენი კონტენტიდან ვერაფერს ვერ იღებენ. უფრო მეც გეტყვით. ერთი წუთით დავამთავრებ და მე თქვით რამდენიც გინდა. რასაც იღებენ, მესმის გადაღებულ კადრებს იღებენ, კი. შემდეგ თქვენ თარგმნით ყველაზე ოპერატიულად, იმიტომ რომ მეტი რესურსი გაქვთ და გაქვთ 6-ენოვანი ვებგვერდი და ძალიან კარგია. თარგმნით რუსულადაც და ინგლისურადაც. ოპერატიულად. მაგრამ მე როცა მჭირდება ციტატები ჩემი კონკრეტული ჟურნალისტური პროდუქტისთვის, ან ჩემი კოლეგამ მკითხავს რომელიმე, მაგალითად ფრანკფურტ ალგემაინედან, რომ ზუსტად ეს ხო არ გინახავს თარგმნილი. თქვენთან ოპერატიულად ვერ ვნახულობ CivilG-ზე IPNG-ზე, ერთია რომ არ მალავთ, მაგრამ მეორეა როგორ ლაპარაკობთ და ერთი ფაქტი შავი სიები არსებობდა ამაზე. ერთ რამეს ვიტყვი, შავი სიები არსებობდა ამაზე. ერთ რამეს და აუცილებლად მაგაში თუ გინდა დიდი ხნით ვისაუბროთ. ერთ რამეს ვიტყვი, ჩვენ ვართ არ ვიცი ალბათ არ იცი და მაგრამ მაყურებელსაც უნდა უთხრათ ევროპული პერსპექტივის ერთადერთი პლატფორმა საქართველოში, რომელიც არის ევროპული პერსპექტივა 18 newsroom-ს აერთიანებს. მას შორის ARD-ს და CD-ს. ეს არის ევროპაში ყველაზე გადამოწმებული პლატფორმა, რომელიც არის ამაში დიდი დამსახურება შეგვიძლია. ის ახალი შენობაც გადასარევია. ჩვენ ლაპარაკობთ შინაარსზე გეუბნებით. ის რომ ჩვენ ამ newsroom-ის ნაწილი გავხდით ირაკლი, ჩვენ იქ რომ არ ყოფილიყო ეს სანდო ინფორმაცია, ჩვენ იმ newsroom-ის სანდო ინფორმაცია რა საზოგადოება არ გენდობს. აქ შიგნით აუდიტორია სარედაქციო პოლიტიკა არის ამან თქვა იმან თქვა. ეს არ არის ჟურნალისტიკა, როცა გარეთ ის ხდება, რაც ხდება. მან რეპორტიერი უნდა იგდეს და მოიბოდეს, რასაც ხედავს. მოამბექვია საინფორმაციო გამოშვებას. უნდა მოყვეთ ამბავი. მესმის, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ჟურნალისტიკის გაგებაზე, რომელზეც კარგზე უფრო სიღრმეზე. არ არსებობს სხვანაირი გაგება უკაცრავად. თუმცა არსებობს მიუკერძოებული ჟურნალისტიკა, ამ პლატფორმას უნდა შევეღო, იმიტომ რაც არის, ის არ მოგწონს. ევროპულ პერსპექტივაში როცა ადამიანს სცემენ და არყობი ეთერში მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, ესა. მე მგონი ამაზე ვისაუბროთ და ამიტომ ფაქტი რომ იყოს რაც ქონდა ეთერში იმას იყოს ამბავი ვერ გავიგე მაყურებელსაც ვარ როგავა რომელიც სცემეს დილის 7-ის ნახევარზე პირველი არხის ეთერში პირველად გავიდა 3 საათზე
ამბავი როდის ნიუსიც ხელი ამბავი ანუ ოპერატიულობაზეა პრობლემა. ოპერატიულობაზეც არის, სანდოობაზეც არის. პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე, ორი დიდი პრესკონფერენცია იყო, რომელსაც მეც დავესწარი, იქ არ იყო საზმაო. ის არის ირაკი, შესაძლებელია რამე ჯერ ეს არის ძალიანაც რო გინდოდეს დამალვა, ვერ დამალა. ის ეთერში აუცილებლად რომ დამალავთ, ეს თქვენი დამსახურება, რო ვერ დამალავთ, ეს თქვენი დამსახურება არ არის. არ, მე მგონი რეკავს, აი მაყურებელს მინდა ვთხოვ და ძალიან გთხოვთ, იქნებ მოახერხოთ, რომ ჩამთოთ პირდაპირ ეთერში მეცო. თქვენი ყოფილი ჟურნალისტი, თქვენი კოლეგა ძალიან კი ბატონო, სანამ ჩავთავ ტექნიკურად თქვა. კი ბატონო. მე მინდა რომ თქვენი ეთერის საშუალებით მივმართო მომბის რომ ნიუსრუმს რომელშიც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე. არ ხედავ პრობლემას ერთი რაც მინდა თქვა, მე მგონი ამ ქვეყნის მონოპოლარი არის ის და ამაზე ყველა თანხმდებით რომ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება. ხო ესეა, ვერ და ვერ. ეს აბსოლუტურად ხედავთ ძალით შემოვედი განსხვავებაში ფაქტობრივად ნებით არ მოვხვედრივა ძალით ვარ შემოსულები ბოდიში ფაქტობრივად. იმიტომ ანუ არა ეს სიტყვის თავისუფლების იმათ ნუ გაასაღებთ იმიტომ რომ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება ჩვენ შემოვიჭერით ფაქტობრივად ამ სტუდიაში არ მოვუწევებთ რაღაცა საველე პირობებში ვარ შემოსული ხათუნა ხობელია და გაქვია იმ კაცს ბაგათური არ არის საჯარო ინტერესი თვითონ ამ პროპორციულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არიან იმ საჯარო ამათი შეგვიძლია რა არის და ვისი საჯარო ინტერესია ესე ძალიან სიღრმისეული თემაა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც აბსოლუტურად მე სულ ორი წინადადებით ნინოს ვაცალ ნატა კი ბატონო თიკა თქვენ სულ თავს იწონებთ ევროპასთან მჭიდრო კავშირით ვიცით რომ მჭიდრო კომუნიკაცია გაქვთ მაგრამ თავარი ის არის რომ საზოგადოებასთან გქონდეთ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია უფრო ახლოს იყო საზოგადოებასთან და ამ ჯგუფებს არ გქონდეთ განცდა რომ ისინი საერთოდ გამოტოვებულები არიან თქვენი შინაარსით და გარეთ განან ადამიანები რომლებიც ჭიათური შუქრუთის ამბებს ლობირებენ ამდენი ხანი და ცდილობენ რომ საკუთარი ხმა გააგონ საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩვენ სწორედ იმიტომ ვუხდით ამ თანხას ბევრია ცოტა როგორ არის არ ვიცი მაგრამ მთელი სარეკლამო ბაზრის და ყველას ერთად აღებულს რომ 80 მილიონია უბრალოდ მაგრამ თავარი ის არის რომ ამ ჯგუფებს თქვენ არ ეიმედებით მათი ხმები არ ისმის თქვენს ეთერში და რისთვისაც ჩვენ გიხდით ფულს იმაში არ იხარჯება ეს ბოლოს მეც ერთ სიტყვას მე პრობლემა გვაქვს ჩვენ რატო არ მივედით ხო სხვა ტელევიზიაში იმიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას და არც ბიუჯეტი იქნებოდა ნამდვილად განსახილველი თუმცა ახლა კიდე ბევრჯერ გადავამოწმე და დებატებში არ შევალ მაგრამ ძალიან დიდია ეს ბიუჯეტი რაც ყველაზე ახლა მე მინდა ესეთი რაღაცა მე მოვიტანე ახლა კადრები და მინდა რომ რაღაც ნახეთ სემის კადრები და მინდა რომ პარალელურად უბრალოდ გადიოდეს ის კადრები რომელიც ამ ეთერში არ მოხდა და კარგია რომ საზოგადოებრივი არხის მაუწყებელმა ნახოს იმიტომ რომ რეგიონებში ადამიანები ცხოვრობენ რომლებმაც უბრალოდ არ იციან და აქვთ მარტო საშუალება რომ უყურონ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხო აი ახლა გადის მამაჩემის კადრები და მე მინდა რომ ხმა გაუშვან უბრალოდ ეს არის კადრები 9 აპრილის შემდეგ დარბევის შემდეგ და ეს არის საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირში ადამიანებმა ისეთები როგორიც ვიციყვნენ ზაზა დარასელი თუ ნანა ჯაფარიძე თუ ვახო ნანიტაშვილი თუ ოთარ შაურშაძე თუ ქეთი კაპანაძე თუ თამრიკო დეკანოსიძე დოდო შონავა გურამ გორელიშვილი გაბედეს და საბჭოთა კავშირში, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, გაბედეს და 9 აპრილის მერე გამოვიდნენ და დადგენ ხალხთან ერთად. დღეს ადამიანებს, აი მამაჩები არ ვიცი ხმა გადის თუ არა ეთერში, მან ბოლოს იძახის, რომ ჩვენ არ შეგვეძლო რომ მოგვეტყუებინა ადამიანებისათვის. ჩვენთვის ეს იყო უკვე შეუძლებელი, რომ ადამიანებისათვის გვეთქვათ ყველა, ამიტომ ჩვენ გავედით გარეთ და დავდექით ხალხთან ერთად და აი ამ კიბეებზე 90-იან წლებში მთელი ტელევიზია იდგა გარეთ და ყველას ჰქონდა განცდა რომ ეს ტელევიზია მათია, რომ ეს ტელევიზია ქართულია და რომ ეს ტელევიზია ეკუთვნის საქართველოს. მე ასევე დღეს მოვიტანე კადრები, რომლებიც ასევე არ გასულა სამწუხაროდ ეთერში, არ ვიცი მე ხა ყველაფერს არ უყურებ, მაგრამ და მოვიტანეთ იმას გაუშვათ. ძალიან კარგი და ტოვებ ამ კადრებს და მინდა პატივისცემა მამის მიმართ და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ ზუსტად ამ ტელევიზიის სახელით მამაჩემის სახელობის ფეხბურთის ტურნირი ტარდებოდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენ პირადული ნახეთ მე არ ამაქვს პირადი მე აქვს ჩემთვის მამაჩემის არის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა. ზუსტად ამიტომ ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ შენობა, ეს არის ჩემთვის ის ადგილი, სადაც უბრალოდ არ დავბადებულ ვარ.
და ჩემთვის ხო არ დავაბადებულა, მაგრამ იცით 12 წელია უბრალოდ აქ ეთერში არც ერთხელ არ ყოფილა. აი დამირეკას რომელიმე თქვენი პროდიუსერი შემთხვევით და არ იცის იმ გოგომ რომ არ უნდა დამირეკოს. ეჭვი მაქვს რომ უბრალოდ რაღაც ციები არსებობს, იმიტომ რომ ყველა არხიდან მირეკავენ, რა ვიცი, ისეთი პროპაგანდისტული არხებიდან დაურეკია და არასოდეს როგორ არ გავახსენე დამირეკავენ რომ ხალ რამარძე მოხალ საფრთხე უკვე ყველა თემაზე მზად ვარ სალაპარაკოს ფეხბურთი იქნებათ რომ ოღონდ დამიძახონ ამ არხზე იმიტომ რომ სხვა სენტიმენტი მაქვს კიდე ამას და მეორე თუ უცებ უი მაპატიეთ 8 მარტი გადაიდო აი დაახლოებით ეგეთ პასუხებს პასუხობენ და დღეს ჩემი პირადის აბსოლუტურად მე ძალიან დიდი ემოციები მაქვს ამ არხთან და ძალიან გული მწყდება რომ დღეს ვიწევს აქ აი ეს ძალით შემოსვა და ვასიკო მაყაფერძეს ერთადერთი სათქმელი რაც ქონდა ხა მიპასუხა რომ მე შენო არ გასწავლები კი ჩვენ სკოლაში ასწავლეთ და კარტულს მე არაერთხელ მithქვა შენთვის არის ყოველთვის ღია და მაგრამ გადაცემაში ეთერში ერთ რამეს კიდევ რომ შენი კადრები რა ხან დრო მიდის და სხვას დრო რო არ წავათ რა მოტანილი კადრებიც გვაქვს ჩვენ იმას აუცილებლად ხო მინდა რომ ეს კადრები გაუშვა და მინდა რომ პირობას ნახეთ და არა მაგას იცავ და მინდა ვთქვა რომ ადამიანებს აქვს განცდა და არ ამგონია რომ ამდენი ადამიანი წყულდებოდეს ადამიანებს აქვს განცდა რომ ეს არხი მათ არ ეკუთვნით და ამ დროს ფინანსდება მათი ბიუჯეტი და რეგიონები მართლა იმდენ მერიდება კიდეც აი რაღაც თბილისში ჩვენთან რაღაც განვითარებული იმას საუბარი და იმედი მაქვს რომ ახლა შემოვლენ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც იტყვის და უბრალოდ რადგან კადრები გაქვს მინდა რომ გითხრათ რომ პირველი არხის ჟურნალისტი რადგან ცემეს მართლა ყველა ვიზიარებთ ამ იმასაც მაგრამ გურამ როგავა ტელეკომპანია პირველი ალექსანდრე ქეშელაშვილი ონლაინ გამოცემა პუბლიკა დააკავეს ცემეს სახითა და თავის არეში წართვეს სამუშაო აპარატო დავით საგარელი ონლაინ გამოცემა რადიო თავისუფლება პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩარტყა და ძირ მარიამ ნიკურაძე ონლაინ გამოცემა ოსმედია დავით ბიჭიკაშვილი ტელეკომპანია პირველი გაუსწორდნენ სპეცრაზმელები ანა მდივანი ტელეკომპანია პირველი სახეში შეასხეს ციცაკის პრეზიდენტ ნიკო კოკაია ტელეკომპანია პირველი გივი ავალიანი ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთი ბათუმელი პროფესიული მოვალეობის შოს სახეში შეასხეს დააგდეს და ნათია ამირანაშვილი ონლაინ გამოცემა პუბლიკა გიორგი გოგუა პროექტი 64 ირაკლი მანაგაძე ონლაინ გამოცემა ექსპრეს ნიუსი დავით ბეჟანიშვილი პირველი არხი დედა მამისაიშვილი მთავარი არხი გიორგი გიგონიაშვილი მთავარი და ესეთი არის 40 და კიდევ მეტი 107 ადამიანი არის დაკავებული ჩვენ დაგვიბრუნეთ ჩვენ რას ვითხოვთ ხო ჩვენ ვითხოვთ რომ ის რაშიც ჩვენს ფულს ვიხდით ხო ეს ყველაფერი ჩვენი საქართველოს მხარეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სამშობლოს რომ მარტო ჩვენ ვილაპარაკობთ და მარტო ერთმა მხარემ ჩვენ ვითხოვთ რომ ისმოდეს ყველანაირი ხმა, ყველა ინტერესთა ჯგუფის ხმა. თუ შეიძლება ზუსტად ჩემ მეგობრებს ვთხოვ ორ სიტყვა უნდა ვთქვა. მე ვიცი რომ მოამბის ჟურნალისტებმა დაწერეს თქვენი თანამშრომლებმა დაწერეს განცხადება რომ ის გაცელებაც უნდათ რომელიც იბლოკება ისინი აქ არიან იმის მიხედვით ეს არის წვილი არა აქ არიან ჩვენი ჟურნალისტები ახლა კითხვას ეს არის უბრალოდ კი ბატონო როგორც მე მითხეს და ამიტომ კითხვას ნინია უფრო ადვილია ეხლა შენ აქედან რო გაივლი სანამ ახალი სტუმრები შემოვლენ ნიუზრუმში შეგიძლია შეიარო და იკითხო ალბათ რომ ორივე მხარის ძალადობა არის მიუღებელი და ზუსტად ერთ რამეს ვიტყვი კიდევ გიორგი გვიმრაძის შემთხვევა რომელიც დღეს მოხდა რომელმაც მე ხელი მკრა ფიზიკურად მე აი ესე თითი მივაჭირე ზუსტად და ამის საპასუხოდ მე დედას მაგინებ და არაუშავს ეს მინდა რომ რადიო თავისუფლებას უდევს და აუცილებლად მაყურებელმა ნახოს იმიტომ რომ გიორგი გვიმრაძე არის ერთ-ერთი თავარი მართველი ამ არხის პოლიტიკური გადაცემების დირექტორი მის ხელში არის ყველაფერი რაც გადის და კიდევ არის ვიდეო რომელიც ვრცელდება ინტერნეტში როდესაც მასთან მიდის უკმაყოფილო ადამიანი და ელაპარაკება ძალიან წყნარად მას ეუბნება ასეთ სიტყვებს ამილოკე ვიცი რომ ეს კარგად შეგიძლია აი ეს არის გადაამოწმეთ მე შემილია თიკო ეს მასალაც მოგცე და თქვენს ეთერში გაუშვათ თქვენი პოლიტიკური გადაცემების მმართველი როგორ მიმართავს ქალაქეს ვიღაც გოგოს და ეუბნება რომ ვიცი კარგად შეგიძლია და ამილოკეო აი ეს დავასრულოთ რომ არის კადრები არ გეგონოთ რომ რამე ჩემ მოგონილს ვლაპარაკობ ერთი რაც მინდა ვთქვა ნიუზრუმთან მიმართებაში უბრალოდ ეხლა არ შემოვდივარ არგუმენტებში თქვენ ეხლა ნიუზრუმის სართულზე ხართ შეგიძლია თავად გადაამოწმოთ უბრალოდ ეს არის ტყვილი და თითეული ჟურნალისტი აი აქ არიან ეკაშონია აი ფურუნკული ამ
არხის მოაცილეთ ამ არხს და ახალ ამბებს. მე მის ხელში არაფერი არ ნინია, ერთ ამას გეტყვი, ეკა შონია ბევრჯერ ვახსენეთ, ვინც არის მოამბის ხელმძღვანელი. თვითონ ეკა შონია მთხოვა ყველა ჟურნალისტს დაწერეთ ის, რაცაც თქვენ თვით საჭირო და თქვენი განცხადებაც თუ ნახეთ, საერთოდ ინფორმაცია ეკასგან გაქვს? კი, არა, ჟურნალისტებისგან, თავად ჟურნალისტებისგან. მე ყოველთვის ჟურნალისტებს ვესაუბრებ. ისტრაფი მაქვს წაკითხული, რომელსაც არ დაეთანხმა ეკა შონია. კადრები მაქვს მოტანილი და პარალელურად რო გადიოდეს ნინი, აი ნინოს კადრები რაც არის, დასოს კადრები. მის კადრებს თქვენს გამოგვადგებათ და მადლობა თვითონ შესაძლებლობისთვის, მადლობა. და კიდე ერთი რამე მინდა თქვა, ორი მხარე არ არსებობს. ერთ მხარეს დგას საქართველო და მეორე მხარეს ჩემი აზრი, ჩემი პოზიცია მე მგონია რომ თქვენ ჩვენთან ერთად უნდა გადმოხვიდეთ.